ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს კაცი ჭამია გადადგეს. ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული გაზეთი შტანდარტი ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან ინტერვიუს. პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, რომ შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სერიოზულ ბრალდებებს უყენებს. ნათელაშვილი მკურნალობის ვენაში გავლილ კურსს იხსენებს და ამბობს, რომ 2008 წლის 30 იანვარს ავსტრიელი ექიმების დახმარება საქართველოს სპეცსამსახურების ქმედების გამო დასჭირდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გულის შეტევის მიზეზად სწორედ ქართველი სპეცრაზმელების თავდასხმას ასახელებს. ლეიბორისტების ლიდერი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ამბავსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასაც იგივე სიმპტომები ჰქონდა, რაც თავად ნათელაშვილს, თუმცა ექსპერტიზამ მკვლელობის ფაქტი მაშინ არ დაადასტურა. ნათელაშვილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის საეჭვო გარემოებებზეც საუბრობს. ჟურნალისტი წერს, რომ შალვა ნათელაშვილი მძიმე ბრალდებებს პერსონალურად სააკაშვილს უყენებს, თუმცა ჟურნალისტის თქმით ამ განცხადებებს იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან ნათელაშვილი ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ავღანეთიდან სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, სადაც ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსს და სამხრეთ კორეელ მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ კონფერენციას გამართავს. გეიტსი სამხრეთ კორეას გუშინ ეწვია და იქაურ კოლეგას შეხვდა, მათ ორი ქვეყნის ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე ისაუბრეს. კლინტონი და გეიტსი დემილიტარიზებულ ზონას მოინახულებენ, რომელიც ორ კორეას ერთმანეთისაგან ყოფს და სამხრეთ კორეისადმი მეგობრული დამოკიდებულების დემონსტრირება შეეცდებიან. კლინტონი და გეიტსი შეხვდებიან სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებსაც და მათთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ. დევიდ კემერონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ შეხვდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერსა და ბარაკ ობამას შორის ეს პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. კემერონი ვაშინგტონში ვიზიტს დღეს დაასრულებს, ბოლო შეხვედრას ის გაეროს გენერალურ მდივანთან გამართავს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა. ეს მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო. კემერონმა ვაშინგტონში ბრიტანული კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმისა და შოტლანდიის ციხიდან ლოკერბის თავზე 1988 წელს თვითმფრინავის აფეთქებაში დამნაშავის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდა, რის შემდეგაც საუბარი ერთობლივ ვახშამზე ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ დევიდ კემერონმა და ბარაკ ობამამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საუბარი ბრიტიშ პეტროლიუმის პოლიტიკასა და ლიბიელი თავდამსხმელის გათავისუფლებას შეეხო. კემერონის თქმით, მას კარგად ესმის შეერთებული შტატების პოზიცია მექსიკის ყურეში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბრიტიშ პეტროლიუმის შესახებ და მე კარგად მესმის შეერთებული შტატების მთავრობისა და მოსახლეობის წყრომა ამ საკითხთან დაკავშირებით. მექსიკის ყურეში ნავთობის ღრმა კატასტროფაა გარემოსთვის, ეს ხელს უშლის მეთევზეობას, ტურიზმის განვითარებას. მეც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მსგავსად გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ბრიტანულმა კომპანიამ ამ კატასტროფის გამო საკუთარ თავზე უნდა აიღოს. კემერონმა ასევე განაცხადა, რომ შოტლანდიაში დაკავებული ლიბიელი მოქალაქის გათავისუფლება ბრიტიშ პეტროლიუმის ლიბიის ნავთობთან დაკავშირებული დავის გადაჭრას ხელს არ შეუწყობს. ორივე ჩვენგანმა თავდამსხმელის გათავისუფლება ძალადობრივ შეთანხმებად შევაფასეთ. ეს დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასობრივი ტერორისტული აქტი იყო, რომლის დროსაც 270 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრიტიშ პეტროლიუმი შესაძლოა ბრიტანეთის მთავრობასთან ერთგვარი ლობის ფუნქციას ასრულებდა, რათა ლოკერბის თავზე 1988 წელს თვითმფრინავის აფეთქებაში დამნაშავე შოტლანდიის ციხიდან გამოეშვათ. ბრიტანულ კომპანიას ეს ლიბიაში კონტრაქტების გასაფორმებლად სჭირდებოდა. თუმცა ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ იყო ნათელი მოახდინა თუ არა შოტლანდიის გადაწყვეტილებაზე გავლენა ბრიტანულმა კომპანიამ. კემერონის შტატების მოწოდებას გამოძიების წარმოების შესახებ თანხმდება. თავის მხრივ შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიესალმა გამოძიების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას და განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. შეერთებული შტატები მეტად გაკვირვებული, ამავე დროს გაბრაზებული დარჩა თავდამსხმელის გათავისუფლების გამო. ჩემმა ადმინისტრაციამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პრიორიტეტების შესახებ უკვე ისაუბრა. ალ მეგრას 1988 წლის 21 დეკემბერს შოტლანდიაში ლოკბერის თავზე თვითმფრინავის აფეთქებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. აფეთქებამ 270 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრალდებული 2009 წლის აგვისტოში გაათავისუფლეს და ლიბიაში დააბრუნეს, რადგან როგორც პატიმრის ექიმი აცხადებდა, მას მხოლოდ 3 თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა ამჟამად ექიმების განცხადებით, მან შესაძლოა კიდევ 10 წლები იცოცხლოს.
კემერონის განცხადებით, სანამ შოტლანდია ბრიტანეთის ნაწილს წარმოადგენს, მისი ძალაუფლებაც ნაწილობრივ შეზღუდულია. თუმცა გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებაში დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერს გორდონ ბრაუნს მონაწილეობა არ მეუღია. ლიბია ნავთობ რესურსებით მსოფლიოს ნავთობ მომპოვებელ ქვეყნებს შორის მე-9 ადგილზეა, თუმცა მარაგის დიდი ნაწილი აუთვისებელი რჩება. ქვეყანა შეერთებული შტატებისა და გაეროს სანქციების მოხსნის შემდეგ უცხოური ნავთობ კომპანიების მიზიდვას ცდილობს. შეერთებული შტატების კანონმდებლებმა შტატების დეპარტამენტს მოუწოდეს გამოიძიონ იყო თუ არა ზეწოლა ბრიტიშ პეტროლიუმის მხრიდან შოტლანდიის ოფიციალურ პირებზე, იმისათვის რომ ლიბიის ნავთობ რესურსების ხელმისაწვდომობა მიიღოთ. ორი ქვეყნის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი საუბარი ატომურ იარაღს, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის პრობლემებსაც შეეხო. კემერონის ვიზიტი ვაშინგტონში დღეს დასრულდება. ბოლო ოფიციალური პირი, ვისაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი შეერთებულ შტატებში შეხვდება, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი იქნება. საფრანგეთში ავიადისპეჩერები გაეფისნენ პროტესტის მიზეზი ევროკავშირის ფარგლებში ერთიანი საჰაერო სივრცის კონტროლის დამყარება. წლის განმავლობაში საფრანგეთში ავიადისპეჩერების ეს უკვე მესამე მასშტაბური გაფიცვაა. საფრანგეთში ახლა დასვენების სეზონია, ამდენად ფრენების გადადება მასობით ადამიანს პრობლემების შეუქმნა. შარლ დე გოლის აეროპორტიდან ავიარეისების 20% გადაიდო, ხოლო ორლის აეროპორტიდან 50%. სამხრეთ ამერიკის უმეტეს ნაწილში ზაფხულისთვის უჩვეულო ამინდია თოვლმა და ტემპერატურის უეცარმაცვლილებამ მსხვერპლი გამოიწვია. ადგილობრივი მედია საშუალებების განცხადებით, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ანომალიური ამინდის შედეგად 175 ადამიანი დაიღუპა. პერუში ტემპერატურა -23 გრადუსამდე დაეცა, არგენტინაში კი -14 გრადუსი დაფიქსირდა. მსგავსი ამინდი ქვეყანაში მანამდე არასდროს ყოფილა. არგენტინაში სიცივისაგან 26 ადამიანი დაიღუპა. ანალოგიური მდგომარეობაა პარაგვაიში, ჩილესა და ურუგვაიში. სიცივის გამო ათასობით პირუტყვიც დაიხოცა. ლინდსი ლოჰანი დააპატიმრეს საქმე ბევერლი ჰილსის სასამართლომ განიხილა. მსახიობს 90-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ 2 კვირის წინ აღმოაჩინა, რომ მსახიობმა ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ 7 ლექცია გააცდინა. მას 90-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა. ლინდსი ლოჰანი პრობაციას 2007 წლის აგვისტოდან გადის, მას შემდეგ რაც ის ნარკოტიკების მოხმარებასა და საგზაო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს.